გამარჯობათ პატივცემულო საზოგადოება დღეს მინდა ხაზი გაუსვა საქონელი ვისაც ყავთ ხაზი მინდა გაუსვა როგორი საწყურებელი არის კარგი შედარებით ფასიც მისაღებია და ამაზე ერთხელ მაქვს ვიდეო გადაღებული თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა და რაღაც დეტალებს მაგალითად 2 წელზე მეტია მიყენია არანაირი პრობლემა არ აქვს თუ გინდა მოხსენი სხვაგან წაიღე არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს და ფასთან მიმართებაში დაახლოებით მარნეულში 40 ლარი ღირს ეს დალოცვილი 40 ლარი მაქვს მე მიცემული მასში არის ჩუგუნის ესე ვთქვათ მეორენაირი ჯამი ის თუ არ მეშლება 70 ან 75 ლარი ღირს ზოგან 70 ზოგან 75 ეს ღირს 40 ლარი შეიძლება სადმე 1-5 ლარი ვიღაცამ დაამატოს შეიძლება რომ აი მაგალითად თუ სადმე შეგხვდებათ ხო იყიდოთ და რამოდენიმე ვარიანტი განვიხილავ რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ეს არის თავისი დამჭიმები დასაჭიმები ამას ახლა გვერდზე გადმოვიდა რომელიც აქედან უკეთდება ორივე მხარეს და შიგნით ეს მაინც თავიდან ცოტა რომ მოუხის არის ახალია ხო ამაზე ბოლტებს ვაგებ ხოლმე აი ეს სიტყვაზე ბოლტი დავაგე ერთ მხარეს მეორე მხარეს და ოდენავ აი და ვიწყებ ამ ბოლტზე ჩაქუჩით ცოტას დარტყმას იმიტომ რომ ეს რო ცოტა მოიღუნოს რომ ამასთან ოდნავ არის რაღაცა შეიძლება ნახევარი სანტიმეტრიც არ უნდა რაღაც მილიმეტრებით უნდა რომ გასწორდეს რომ შევიდეს კარგად ეს აუცილებლად ამას მიაქციეთ ყურადღება ცოტას ან მე მაგალითად ან ამას ასე დავდებ და აქ დავარტყავ ხოლმე ამ ადგილზე დავარტყავ და თუ სიტყვაზე ფიცარზე ან მაგალითად სადმე არის ხოლმე რომ ბაგარი ან ტრუბა კვადრატია იქ ვაკეთებ აქედან ყოველთვის რაღაც პატარა რეზინას რამეს უყოლებ რომ მაინც უფრო მყარად იყოს აი შიგნითა მხარეს ვაკეთებ რეზინას ძალიან კარგი საწყურებელია ამას აქვს ორი შემშვები ცოტა ავწიო გაჩვენოთ ამას აქვს შემშვები ერთი ქვემოდან თუ გინდა ქვემოდან შევუშვებ წყალს თუ გინდა ზემოდან გარერეზბიანი პოლდიუმით შედის წყალი გარერეზბიანით და ერთ მხარეს მაგალითად დააზაგლუშკებ და მეორე რასაც მინდა ყურადღება მიგაქცევინოთ ახლა ამას მოუხსნი ეს ენა არის რომელსაც აწვება და წყალი მოდის ამას აგერ დავდებ შეხედეთ აქ ამ ადგილზე ამას აქ შიგნიდან შიდა მხარეს აქვს ამას აი აქედან ეტყობა აი აქ ჭრილი აი შიგნით ამ მხრიდან უნდა კონდეს ჭრილი გარედან ამათ ჭრილი არ აქვს აი ახლა მეორეს მოვიტან და იმით გაჩვენებ რომ ამას მიაქციეთ ყურადღება თუ არა და იქ აი ახლა ამას ეს ნამუშევარია ამას უყურეთ აი ეს ორი ჭრილი აქვს რომელი ჭრილიდანაც წყალი უნდა გამოვიდეს და
თუ სიტყვაზე ეს ჭრილები მაღლა აქვს, აი ზემოთ აქვს. აქ რო ენა დააწვება ამ ენას აქ აქვს პატარა რკინა, ეს რკინა ამაზე ედება. აქ რო დააწვება და ეს უნდა შევიდეს შიგნით, აი. ამ შემთხვევაში ეს წყალი ზემოთ ამოასხავს. ანუ თვალებში შეასხავს ძროხას. ამას მიაქციეთ ყურადღება. ან არის ხოლმე ისეთი შემთხვევა, ეს ახლა თქვენთვის მოხსენი, ან არის რომ შეიძლება მოხსნა ერთი ცალი შევხვდა ცოტა ბრაკივით და შეიძლება შიგნით ნაგავი და რამე კონდეს და გამოსწორდეს, აი როგორ გამოიყურება, ამას აქვს ზამბარა, რომელიც შიგნით ჩაიდება და აი ეს ახლა აქა მტვერი და რამე ქონდა ამას. აი ეს პატარა არის, რომელიც პატარაც ამაში უნდა ჩავიდეს. და აი ეს გამოდის გარეთ. ამას ახლა რომ დაუჭერ, ამას ახლა არც პრაგლატკა უნდა, არც რამე. თუმცა ეს თავი რომ იყიდით, ზოგადად თუ იყიდით, დააკვირდით რომ ეს დაჭერილი მაინც ქვემოდან კონდეს, აი ქვემოდან კონდეს. თუ არა და მე მოგიწევთ გახსნა, შეიძლება 1000-ში 1 გამოდგეს, მაგრამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვეულებრივად მოხსნით, თუ არ მეშლება 22-იანი კლუჩით იხსნება, მოხსნი და შემდეგ ეცადე რომ ეს ჭრილები შეხედათ ზემოთ არ დახვდეს. აი ხო ხვდებით? ეს არის აქ. მაღლა არა, ეს იყოს დაბლა. აი ეს არის. რომ იმის მიხედვით შემდეგ დაეჭიროს და всё. ეს რა თქმა უნდა ახლა წნევაზე უნდა გაიზომოს და იმის მიხედვით იქნება შესაძლებელი. აი ეს ერთი მინუსი აქვს ამას, რასაც მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება, აი კიდე გაჩვენებთ, აი ჭრილი. სად არის? ეს ორი ჭრილი. ეს ჭრილი თუ აყენებთ, ამას ენა რო აქვს, ეს ენა ახალი. ჩვეულებრივად ეხსნება აგერ. ხო ხვდები? აი ბოლტით აქ არის ეს ბოლტი, რაც ამაზე გადის. აი. ხოლო აი ამას დააკვირდით. ეს ახლა ისი არის დაჭერილი. всё, ეს დაჭერილია ქარხნულად და ქვემოდან აქვს ამას ორივე. აი ახლა აქედან რო ვაკვირდები, ქვემოდან აქვს ამას ის ჭრილი, გვერდებიდან არსად არ ემჩნევა. და ამას ხელის მოკიდება აღარ უნდა. თუ სიტყვაზე იყიდით, მაშინ დააკვირდით, რომ ქარხნულად შეიძლება გამორჩეს. ქარხნულად, აჰა, ეს არის მთელი ეს ამისი ფილოსოფია. აჰა. всё, ამას რო აქ დააწვება და ის წყალი დაბლა უნდა ჩამოვიდეს. აი დაბლა. თუ ის თითები, ის ორი ხვრელი ზემოთ აქვს, ამის დაწოლის შედეგად აქ ადგილი სახსარია და თვალებში შეასხავს. მიხვდით? თვალებში შეასხავს მერე. აი ამას მიაქციეთ მარტო ყურადღება. სხვა მხრივ ხომ გეუბნებით? არანაირი პრობლემა არ არის, უბოროტო არის. დაჟე ჩემმა ერთმა ძროხამ აი რა შვება ხოლმე, იცი ერთი ძროხა ამენას მაღლა წევს. აი ესე წევს მაღლა. აი იწყებს რაღაცა ჭიდაობას, რაღაცა აი ღრნას, ამაზეც კბილებით, ნუ ჩეჩემთან ვერაფერი ვერ უყო. 2 წელი ვამუშავე, არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს ახლა მე მაგალითად წყალი როგორ შეგყავს, ქვეიდან შეგყავს. გარერესბიანი
ჭირდება და ქვეიდან შეუშვებ ან ზემოდან დააერთებ. აი მე ვიტყოდი რომ უღალატო არის, ამაზე ვიდეოც მაქვს გადაღებული. გამორიცხულია, არ ტყდება, ახლა ამ წუთას ღამეა, ის არის ზამთარია და ცოტა ახლა რომ მოსაღამოდება კიდევ საღამო ხანია. ყინვა დაარტყავს და ყინვაში ნუ ეცდებით რამის დაკვრას. მაგალითად აი ის რომ არის ხელის კაი ტაჭკა, რომელსაც სხვათა შორის ძალიან მომწონს რომ საქართველოში უშვებენ, მივესალმები მათ, ყოჩაღ თქვენ ამისთვის და ერთ ვიდეოს აუცილებლად გავაკეთებ საწარმოს ვესტუმრები, როგორ ხდება ხელის ურიკების საქართველოში წარმოება, მაგრამ ის ურიკა თუ ყინვაში რაღაცა მძიმე ცუდად მოხდა, ყინვა ისეთია რომ მაინც მსხრევად ხდის, თორე ყინვის გარდა, ანუ შეიძლება +2 გრადუსი იყოს, +3, +5, აღარ ვამბობ 40 გრადუსზე და 30 გრადუსი. მაშინ არ არის, ეს ამასაც პრობლემა არ აქვს. ახლა მე ეს ყინვაზე არ მქონია ტაჭკა მაქვს, რომელიც ყინვის დროს რაღაცა ბარდიულები რო ჩავდე, გაიბზნა. ანუ ბზარი აიღო, თორე სხვა შემთხვევაში, როცა პლუსზე იყო და იმაშვებოდი ვამუშავებდი, საერთოდ არ ქონდა პრობლემა, არ გამტყდარა. და ახლა ამას ყინვაზე და იმაზე, როდესაც ბაგაჟში, ბოსელში აბია ჯროხა, უმეტეს შემთხვევაში ძალიან იშვიათ შემთხვევაში რომ იქ ყინვა იყოს, იშვიათ შემთხვევაში. შეიძლება იყოს, მაგრამ -1-იც კი ვერაფერს უზავს ამას დაახლოებით უნდა ერთი -7, 10, 15 მინუსში რომ ეს პლასმას რაღაცა მსხრევადი გახადოს. ნუ როგორც ტაჭკის მიმართებაში გეუბნები, თორე ნუ მე არ მქონია შემთხვევა ეს გაფუჭებული იყოს. უროთიც მაქვს დარტყმული და ვიდეოს ბოლოში იმ ტესტსაც გაჩვენებთ. აღარ მახსოვს მე თუ მეშლე თუ არ მეშლება, მე მგონი წელიწად ნახევარი ან 2 წლის წინმა გადაღებული და მის შემდეგ უბრალოდ დამაინტერესა რომ აზრი გამეზიარებინა რომ კარგია რომ რაღაცას აქებ, მაგრამ ახლა თქვენ თუ გონიათ რომ ამ ვიდეოს რო ვიღებ, ანუ მე რამე სარგებელი მაქვს რაღაც არა, მე არ ვიღებ ვიდეოს იმისთვის რომ არიქა ვიღაცამ თუ მნიანები ჩამიდოს ჯიბეში, არა, ჩემი საქმე ეგ არ არის, არ მაინტერესებს და ჩემი საქმე ის არის რომ რაც გამომადგება, ხომ? აი იმას გაგიზიარებთ და თუ სიტყვაზე ვინმეს რაღაცა პატივისცემა დომია ხოლმე, ხო? ყოველთვის მithქვამს რომ თანხას ნუ შემომთავაზებთ, თუ რამე გინდათ ფერმისთვის რომ აი რაღაცა ვიდეო გადავიღო და რაღაცა ერთგვარი რეკლამა გაგიკეთო, რაღაცა ერთი მეშოგი მომეცით ან დავტესტო ისე რომ ისი არ გამორიცხულია ისე რაიმე შევაქო, თუ მე არ დავინახე. ისი არ არის რომ აი ახლა ერთი მეშოგის გულისთვის ან თუ ვინა 1000 ლარის გულისთვის, თუ ვინა მილიონის გულისთვის, მე არ გავყიდი სულს, მე ვიტყვი ვარგა თუ არ ვარგა. ამ შემთხვევაში ხო 40 ლარი მივეცი მე, სანამ ამას დავაყენებდი ვედრებით საქონელთან, მით უმეტეს მერძეული ძროხა როდესაც ყავს, დაახლოებით ძროხამ კარგი კვების შემთხვევაში 70 ლიტრა წყალი უნდა დალიოს. ჩემი ძროხა სვავდა დაახლოებით რავი ახლა შეიძლება 100 ლიტრაც დაელია. ზაფხულ ცოტა რო თბილა ცხელა, მაგრამ ზამთრის პერიოდში ახლაც კი აი მინიმუმ მე რაც ვიცი 50-60 ლიტრას მაინც სვავს ძროხა. კაის დაასრული ძროხა. ჩემთან სვავს, ახლა თქვენი შეიძლება თქვენმა 10 ლიტრა დალიოს, არ ვიცი, შეიძლება თქვენთან 200 დალიოს, არ ვიცი. მე რაც ამირწყია და დამინახია და მიმიტანია ვედრებით, კატასტროფა არის. ახლა ვიც წყალი არ გაქვს, შევდივარ თქვენ მდგომარეობაში, კატასტროფა არის. თუ სიტყვაზე აი მაგალითად წნევით არ არის, ძალიან დიდი წნევაც არ უნდა, მე მაგალითად ყველანაირი ტესტით იმას ვქენი რომ აი თვითდინებით
მახლა თვითდინებით როგორ იცი რაღაც ერთი 3 მეტრზე რაღაცა ზემოთ სადღაცას ან გორაზე ზემოთ რომ ბაკი დადო და მე ერთი 50 მეტრი დაბლა პატარა ხوارი რაღაცა გათხარო და მე იმაში ფერმაში შეიყვანო წყალი თვითდინებით ჩვეულებრივად საკმარისია და ძროხა სვავს ჩემ შემთხვევაში პრობლემა არ არის რომ ეგ ტესტიც გავაკეთე ანუ წნევითაც მაგალითად მაღალი წნევა მივეცი მატორით ტვინიანი მატორები რო არის ჩიპიანი ტვინი მატორს რომ ეძახიან მაგაზე მივეცი დაახლოებით თუ არ მეშლება სადღაც 6-7 ატმოსფერო დაიჭირა იმას თავისი მანომეტრი აქვს და იმ მანომეტრზე 6-7 ატმოსფერო დაიჭირა დაწოლის დროს ხომ პრობლემა არ ქონდა მაგრამ ძალიან ბევრი მოდიოდა და აი ცოტა თუ მოზარდი საქონელი სვავდა ხო აი რაღაცა ძაგძაგებდა და ეშინოდა ხოლმე დალება აი ცხვრს რო დაადებდა სანამ მიეჩვეოდა რომ რაღაცა ეშინოდა მე მივდექი და იქ ვინტილი დავაყენე რომ სიტყვაზე თუ ვინმეს აი ესე გინდათ გათვლა რომ მატორზე კონდეთ იქვე სადაც საწურებლები გეყენებათ პატარა ვინტილი დააყენოთ რომ თვითონ ავტომატურად ცოტა დაუწიოთ წნევას რომ მაინც არ შეეშინდეს ან დაწოლის დროს რაღაცა უცებ არ ამოიფრქვას ახლა აი ყველანაირ ვარიანტს განვიხილავ თქვენთვის და ყველანაირი ვარიანტი შევეხე ახლა მაგალითად მე მაქვს ერთგან მე მეყენა არ მქონდა საშუალება თავიდან და ორ ძროხასთან დავაყენე ერთი აი იდეალურია ანუ ისე რომ ეს ძროხამაც სიტყვაზე აქედან მიწვდეს მეორე ძროხამაც აქედან მიწვდეს გამიგეთ აი ესე რომ დააყენო ის აქედან მიწვდეს ან ასე დააყენო რომ ეს ასე მიწვდეს და ის იქიდან მიწვდეს აი ორი ერთი ასე მეყენა აი ესე რომ ერთი აქედან მიწვდებოდა მეორე აქედან ერთი მეყენა აი ესე ხო ხტები რომ ეს რომ აქედან მიწვდებოდა ეს აქედან ასე რომ პრობლემას არ წარმოადგენს ორის შემთხვევაში ახლა მაგალითად იყიდულობ ორ ცალს ხო ორი ცალი რომ უნდა იყიდო დაახლოებით 150 ლარი უნდა მისცე ჩუგუნს 150 ლარში დალოცვილი 10 ლარს დაამატებ და მოგივა 4 ცალი მიხდეთ აი ახლა წარმოიდგინე აი ფასი რას აძლევს ახლა არ ვიცი ის ჩუგუნი მე მინახია ხოლმე რომ ცოტა მოზარდი დეკეულები მოზარდი 1 წლის წლინახევრის რაღაც აი ცოტა ისეთი რომ ცანცარავენ უყვართ აი თუ ჯაჭვი გააძლევს საშუალებას უყვართ ახტომა და მქონია შემთხვევა რომ ფეხითაც შემდგარაზეთ აი ამაზე დაჟე ჩემი დიდი ძროხაც შემდგარაზეთ ანუ გამორიცხული ამის ჩამოტეხვა თუ ეს კარგად არის დაჭიმული და დაყენებული გამორიცხულია ჩემ შემთხვევაში აი გამორიცხული ახლა თუ თქვენ კარგად არ დაუჭერთ რაიმეს ახლა შეიძლება რაიმე ჩეპე კონდეს აი არანაირი პრობლემა არ ქონდა მე მაქვს ბიჭებზე მოსმენილი რომ იმ ჩუგუნს ხან არის ხოლმე რომ ან რქას გაარტყავს იფხანს და მოუტეხიათ ჩუგუნის რკინის თორე რკინა მაინც ის ცოტა მძიმე ამაზე მაგრამ ამასთან შემთხვევაში თავიც მოუფხანია რქაც მოუფხანია ფეხები ჩამდგარა შიგნით დეკეული ამასაც ასე წევს ერთი დეკეული აი ასე წევს ხო ვერც იქით ანუ გამორიცხულია რომ რაღაც ან გაეტეხა ან გამოეტეხა ესეთი რაღაცა მე არ მქონია აი ღიღნი და ამის ჩუპა-ჩუპსივით რაღაცა ჭამდა ნუ არ მქონია შემთხვევა არანაირი ყველაფერი აი ყველანაირ ტესტს გაუძლო ამ დალოცვი მე ვიტყვი რომ თუ ვინმეს გინდა დაწყება ფერმერული მეურნეობის ან მეურნეობა ფერმერული მეურნეობა სულ არ ნიშნავს ახლა მე დიდი ფერმერი არ ვარ და რაღაც დიდი ისინი არ მაქვს სიტყვაზე რაღაცა 100 სული და გინდა 20 სული და გინდა 10 სული მაგრამ ვისაც გყავთ ხო თუ არის წყლის საშუალება აი გააკეთეთ ეს დალოცვილი თუნდაც ორს რო გაუკეთოთ ერთი ცალი
თქვენ ჯანმრთელობასაც აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ, რომ ხა წარმოიდგინე შენ თუ ძროხას ზიდე ყოველ იმაზე მიტანაზე უზიდე რა ვარი მისაზიდე ყავს 5 ძროხა ერთ ძროხაზე გაქვს წყალი მისატანი ახლა ერთი ვედრა წყალს რომ მიუტანდა დალევს ხო მეწველ საქონელი სხვანაირად სვავს ის რომ იონჯას მისცემ ამ პატარა კომბინირებულს მისცემ ის ერთი წყალი ერთი ვედრა წყალი შენ გეგონება რა აი ერთ ვედრა წყალი დაუდგავ და всё დამთავრდა ნუ არ არის და ხა იქ რო 3 და 4 და 5 ვედრას მიუტან ერთ წელს სანამ ხუთივეს დაარწმუნებ შენი დაგემართება და ავი თქვენი გადასაწყვეტია ეს არის პატივცემულებო მე მაგალითად მომეწონა ფასიც და 2 წელია მაქვს და მე დამაბერებს და ლოცვილი და მე დამაბერებს და რა თუ ვიღაცამ ცეცხლი არ წაუკიდა და თუ არაფეთქდა და ჯვარი წერია ყველაფერს თუ ხანძარი არ მოხდა და თუ ვულკანმა არ მოხეთქა ამას ანუ რამ უნდა გააფუჭოს არ ვიცი ახლა თუ ვიღაცა დროჟბით არ მივიდა და ცულით არ მიხვედი ცული თუ მიხვედი და დროჟბით მიხვედი რაღა ამასთან მიდიხარ ხი არ არის დასახერხი შეშის ნაპობი არ არის თუ ნუ ვერ დავაკავშირებ რატო უნდა გატეხო საქონელი ვერ გატეხავს ახლა ადამიანს ეს კი არა ადამიანს თუ უნდა გატეხვა აგერ არის საქართველოს ისე გავტეხეთ საქართველოს ყველა ჩვენ ყველა რა ვიცი ჭამს ვავთ უბერავთ ავი ფეხბურთივით გვაქვს ეს დალოცვილი მიწა გაგდებული და კიდე გვიძლებს ამიტომ ადამიანი ზოგადად ძალიან აგრესიულია ამ ხრევ ეს არის რაც მინდოდა მეთქვა დიდი მადლობა იმედი მაქვს რამეში გამოგადგებათ დიდი მადლობა